დავსვამ შეკითხვას, რომელიც გადაცემის თავში იყო, ანუ რუსულ ნარატივთან დაკავშირებით და რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებზე. შპალნიკოვი ნამდვილად არის ვაშაძის საარჩევნო შტაბში მრჩევლად. ის ჩართულია წინა საარჩევნო კამპანიაში. რა რუსული ნარატივი. ეხლა არ თქვენი ახალგაზრდა კაცი ხართ მართლაც და ჩვეულებრივად გადაცემის სტუმარი ამბობს ამას და ვალდებული ვარ ეს კითხვა რომელი სტუმარი ამბობს არის ჩართული ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში თუ არა რომელი სტუმარი ამბობს გოგა ხაინდრავა გენეცვალეთ გოგა ხაინდრავა იმასაც ამბობს ჯერეთიც გოგა ხაინდრავა იმასაც ამბობს რომ სარალიძე და მაჩალიკაშვილი არის თურმე კმაყოფილი და სახელმწიფო მისინი არ დაჩაგრა და გოგა ხაინდრავა ძალიან ბევრ რამეს ამბობს გოგა ხაინდრავა მილიონობით ვარის გულისთვის ყველაფერზე ხელს მოაწერს. გოგა ხაინდრავა მე ბავშვი ვიყავი, როდესაც მაშინ ვერ ვიცოდი ეს ადამიანი, მაშინ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ავტომატურად ხალხი მიზნებს, ვიღა გასაკუთრდეს ხელისუფლებას. გოგა ხაინდრავა რას იტყვის და რა განცხადებას გააკეთებს, შესაძლებელია ეს თქვენთვის იყოს საინტერესო, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად საზოგადოებისთვის და ჩემი მაყურებლისთვის მადლობა. კოლექტიური გოგა ხაინდრავა და ბედუკაძე არის ეს ქართული ოცნების ხელისუფლება. მადლობა ნაციონალური მოძრაობის